განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის რეგიონში ასეთი წარმოების გახსნა, მით უმეტეს, როდესაც არის ზეთისხილის ბაღებთან ახლოს, ეს უზრუნველყოფს აუცილებლად მაღალ ხარისხს, რაც შესაძლებლობას აძლევს ქართული წარმოების ზეთს, რომ იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე, ზუსტად ასე იქნება ახალი მიმართულებით საექსპორტო პროდუქცია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს პროგრამების ხარდაჭერა ამ დარგის განვითარებაში. ეს არის მოგეხსენებათ ახალი დარგი, რომელიც აქტიურად ვითარდება, 5000 ჰექტარზე მეტი არის უკვე გაშენებული და ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ახალ საექსპორტო პროდუქციას აჩენს ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა მინდა წარმატებები უსურვო ბატონ გიორგი სვანიძეს და ამ წარმოებას და ყველა ამ დარგის მიმდევრებს. როგორც ყოველ წელს განსაკუთრებული რთველია, განსაკუთრებული მოსავალია ზეთისხილის, დღეს იხსნება ქარხნები, ამ ეტაპზე თქვენ ხედავთ, რომ თითქმის 1300 ჰექტრამდე მარტო ტარიბანის ველშია ზეთისხილის პლანტაციები გაშლილი. საერთო ჯამში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა აღიტაცა და რაც შეიძლება უკვე ბევრი ტენდენცია წავიდა, რომ ბევრი პლანტაციები ირგვება ზეთისხილის დარგში. თვითონ ზეთისხილი ძალიან კარგად ხარობს და იღებთ საუკეთესო ნაყოფს. ამ ეტაპზე ძალიან დიდი ხელისშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, დანერგემომავალი აწარმოეს საქართველოს ამ ხელა გრანტებს იღებს მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტროდან. აი ეს ყველაფერი ეს სიტუაცია მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ, მაქსიმალურად დარგონ და შემდგომი 1000 წელი წარმოგიდგენიათ ზეთისხილის ხე 1000 წელი ხარობს და 1000 წლის განმავლობაში თქვენ შთამომავლობას და ჩვენ ქვეყანას ექნება შემოსავალი. კახეთის რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ზეთისხილის წარმოების განვითარება, ვინაიდან ზეთისხილის წარმოება მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ პოპულარული დარგია. გარდა ამისა, აღნიშნული საწარმოს გახსნა რეგიონის მასშტაბით ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების დას, ვინაიდან სეზონზე აღნიშნულ საწარმოში დასაქმებულია 500-მდე ადგილობრივი მოსახლე. ბუნებრივია, ეს ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში ეკონომიკური განვითარების ამაღლებას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.